და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ ყველამ უნდა ვისაუბროთ და ვიფიქროთ, დედაქალაქის სისუფთავეზე დასუფთავების ინსპექტორები იზრუნებენ. სპეციალურ უნიფორმებში გამოწყობილი პირები დარღვევებს ფირზე აღბეჭდავენ და ურჩმოქალაქეებს დააჯარიმებენ კიდეც. პირველ ეტაპზე ინსპექტორები მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. აპრილის მეორე ნახევრიდან კი ფინანსური ჯარიმა დაგეკისრებათ. ვიდრე ინსპექტორები ქუჩაში გამოჩნდებიან. კანონის დარღვევ მოქალაქეებს მარიამ ოშნელთან მოუხდათ არც თუ ისე სასიამოვნო საუბარი. საინტერესოა, რამდენად ეფექტური იქნება კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, რათა მოქალაქეთა ნაწილმა საკუთარ თავს გარემოს დაცვა აიძულოს. როცა ჩვენ მივდივართ კანონდამღვრევთან, ურთავთ ჩამწერს და ვეუბნებით, რომ ჩვენი საუბარი იწერება რა. ხვალიდან ქვეითი ინსპექტორების კამერებმა იმ მოქალაქეებთან საუბარი უნდა ჩაიწეროს, რომლებიც ქალაქის დანაგვიანებისთვის დაჯარიმდებიან. დღეს ბოლო სასწავლო დღეა. ინსპექტორებს კიდევ ერთხელ უხსნიან, როგორ უნდა შეავსონ საჯარიმო ფურცელი, გამოიყენონ სამხრე კამერები, ფოტოაპარატები და პლანშეტები. დაწერილი ჯარიმები ძირითადად განთავსდება პლანშეტში, ჩვენ ბაზაში, რადგან მეორედ დაჯარიმებული ადამიანი ადვილად ნახოთ თავისი პირადი მონაცემებიდან გამომდინარე. დაჯარიმდება ყველა მოქალაქე. არ აქვს მნიშვნელობა მზეს უმზირას დაყრის თუ ნაგვით სავსე პარკს გადააგდებს. განსხვავება მხოლოდ საჯარიმო თანხის ოდენობაში იქნება. 80 ლარი 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრისთვის და 150 ლარი 2 კილოგრამზე ზევით. როცა ჩვენ გამოჩნდებით ქალაქის ქუჩებში, ჩვენი ერთადერთი მიზანი იქნება ქალაქის ქუჩები იყოს სუფთად. სიგარეტის ნამწვავზე. პირველ ეტაპზე ინსპექტორები თბილისის ცენტრალურ უბნებში ივლიან. დანაგვიანების შემთხვევებს გააკონტროლებენ სკვერებში, პარკებსა და ტურისტულ ადგილებში. თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, რომ ქვეითი ინსპექტორების სამსახურის შექმნის საკითხი მოქალაქეების მხრიდან ქუჩების ხშირმა დაბინძურებამ დააყენა დღის წესრიგში. ძალიან ბევრი იყო მათ შორის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნები, რომ რატო არ ხორციელდება თქვა ჯარიმები დანაგვიანებაზე, პირობითად კორპუსიდან გადმოგდებულ ნარჩენზე. დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქალაქში სიგარეტის ნამწვის გადაგდებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენც პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ აი ამ მცირე ჯგუფით, შეიძლება დავარქვათ 20 კაციანი ჯგუფით გავაკონტროლოთ ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ინტერნეტ სივრცეში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც მანქანიდან ნარჩენის გადმოყრის ფაქტებია ასახული. ზოგჯერ ნაგვის პარკებს მაღალსართულიანი კორპუსებიდან ყრიან. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 100 და 500 ლარია. დროზე ჩაიდე მანქანაში, აგერ აი ნაგვის ყუზა გადააგდე დროზე. იმის დასადგენად თუ როგორ რეაგირებს მოსახლეობა ქუჩაში ნარჩენების დაყრის ფაქტებზე, ექსპერიმენტი ჩავატარეთ. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. გადაღება დღის იმ მონაკვეთში მიმდინარეობს, როცა იქ ყველაზე მეტი ხალხია. 5 ადამიანის წინ დემონსტრაციულად ვაგდებ ქილას. რამდენ ხანში? 5 ადამიანი ხედავს და არ რეაგირებს. შენიშნა რატო არ მომეცით? მე აქეთ გამოლანძავ გასულ. რატომ მიგიციათ ვინმესთვის შენიშნა და გაუვანწყიხართ? დანაგვიანების ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ ავტობუსის გაჩერებაზეც. შენიშვნას ველოდები დაახლოებით 2 წუთი. დაბინძურების ფაქტის მიმართ გულგრილი აღმოჩნდა იქ მყოფი ყველა ადამიანი. ხალბატონო, რო დავაგდე შენიშვნა, რატომ არ მომეცით? რო დავაგდე შენიშვნა. არ დაგინახავთ გვერდზე იდექით. თქვენ ხომ დაინახეთ რო დავაგდე? როგორ დაგივარდა, მე რა ვიცი დააგდე. რატო არ მითხარით მე რომ დამივარდა? მე რა აგეო. მე მელოდებოდით რომ ავიღებდი? უნდა მეგობრინ დავარდი. ალუმინის ქილა დავაგდე სკვერშიც. შენიშვნის მიცემას არ მორიდებიან ექსპერიმენტის შემდეგი მონაწილეები, თუმცა ამ შემთხვევაში ტაქტიკას ვცვლი და ქილას მოქალაქეებს უფრო ახლოს, თითქმის ფეხებთან ვუხდებ. მართლა თქვენი სოლეთ? დიახ, აქ გავართ ჩვენი ხალხი და ნაგვის ყუთი იქაა და შეგიძლია აიყო და ჩაახო. ძალიან დიდი მადლობა. რა გითხოთ, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, ექსპერიმენტს ვატარებთ, გვაინტერესებს საზოგადოება რეაგირებს თუ არა მსგავს ფაქტებზე. დაგვიბრუნეს ჩვენი
ნარჩენი, მაგრამ უნდა გითხოთ, შესწრები ხართ ხშირად ესეთ სიტუაციას? როგორ არა? ეს თბილისის კიდევ ერთი ხალხმრავალი ადგილია. მშობლები ბავშვებს ასეირნებენ და სკვერში საათობით ჩერდებიან. გადაგდებული ქილის გამო შენიშვნას უფროსებისგან ველი, თუმცა ექსპერიმენტს მოულოდნელი დასასრული აქვს. იმის მიუხედავად, რომ სკვერები და პარკები დღეში რამდენჯერმე სუფთავდება, იქ სისუფთავე მაინც არ არის. ყველაზე ხშირად ძირს სიგარეტის ნამწვები, მზესუმზირა და პოლიეთილენის პარკები ყრია. ადამიანების ნაწილი, რომელიც პარკში დასასვენებლად მიდის, ურნაში ნარჩენის გადასაყრელად არ ირჩება. ესენი ხა მე დავყარი, მაგრამ აქამდე არ ვანაგვიანებდი, ვერ ვნახე რაღაცა შემენახა. ამდენი ურნა არის. ხო, მაგრამ როგორ უნდა იმას აუქნა? იცით რომ სხვა შემთხვევაში ხვალიდან დაგაჯარიმებენ თუ დაყრით? ხო, არ ვიცოდიათ, მეწოდინება. გამარჯობა. რატომ ანაგვიანებთ? ეს ვანაგვიანებთ. აი მზესუმზირას მიერთმევთ და ძირს ყრით. საწავიღვა. ურნების მეტი რა დგას აქ? ურნასთან დავზირე. დაწერა სჭირდება იმას რომ ნაგავი არ დაყარო? სახლში წერია სადმე რომ ნაგავი არ დაყარო ძირს? ხო. Ну сахში я живу, но здесь вечером днём я не живу. ცხოვრობ საქართველოში? Не, საქართველოში ცხოვრობ, მაგრამ вот тут на этом месте я не живу. შენ არ იცი რომ ნაგავი არ უნდა დაყარო? Это закон надо написать. არ უნდა დაყარო, არ იცი? დანაგვიანებაზე სანქციებს ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს. ნარჩენების დაყრა კი აკრძალულია ყველგან და ამ ფაქტს სპეციალური მანიშნებელი დაფა არ სჭირდება. თუმცა იმის გამო, რომ ცხოველების ფეკალიებს პატრონები იშვიათად ასუფთავებენ, ასეთი დაფები პარკებში მაინც დგას. ამას წინათ იყო რომ დაუძახე ბიჭს, მეთქი აიღე მეთქი და იცით რა, აი იქეთკენ ჩემ ცოლს ველოდები, არა და არაფერს არავის არ ველოდებოდა, პროსტა არ უნდოდა რომ აეღო, მაგრამ დავდექი იქა და ავაღებინე. უამრავი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ამას აკეთებს. ანუ საკუთარი ძაღლის განავალს აიღებს პარკით და ურნაში ჩააგდებს, მაგრამ უამრავი ჯერ კიდე არის იმისთანა, რომელსაც ეს არ ადარდებს. ეს რატო არიღებს ამ პარტავნების მომენტი არის ეზარება თუ აი რატო აკეთებს ამას ვერ გეტყვით. თქვენ ახლა გააქვთ პარკი თან? ალბათ უმრავლესობას ვინც ვაკის პარკში დადის, საკუთარ ძაღლზე პარკები გვაქვს პარკები. საზოგადოების ნაწილს შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ნარჩენის გადაგდებით არა მხოლოდ ქალაქს, არამედ ეკოლოგიასაც აბინძურებს. დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო კი პირდაპირ აისახება ჩვენს და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზეც, რადგან ზოგიერთი ნარჩენის განადგურებას რამდენიმე ათეული წელიც კი სჭირდება. თუ ქუჩაში პლასტმასის ბოთლს დააგდებ, ის ნიადაგში 4 საუკუნე ნახევარი არ დაიშლება. გადაგდებული პოლიეთილენის პარკი რჩება 200-დან 1000 წლამდე. სიგარეტის ნამწვი კი, რომელსაც მოქალაქეები ძირს ყველაზე ხშირად ყრიან, არ იშლება 5-10 წელი. საბოლოო ჯამში საკვები პროდუქტებში ხდება და საკვები პროდუქტებიდან ვიღებთ იმ არასისტემურ და სისტემურ დაავადებებს, რომელიც ჩვენთვის არის. ზოგიერთი ისეთი დაავადებაც არის, რომელიც აი ზოგის დიაგნოსტიკაც კი ძალიან რთული არის. თუ საქართველოში ნარჩენების ურნამდე მიტანის კულტურის დანერგვას სპეციალური სანქციები სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე ათეული წელია მოსახლეობა ნარჩენებს ახარისხებს და სხვადასხვა სპეციალურ ურნაში ათავსებს. ასოცირების ხელშეკრულებით ნარჩენების სეპარირების ვალდებულება ჩვენს ქვეყანასაც ეკისრება. როგორც ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, ისე ადგილობრივ გეგმებში, რაც უწოდოთ მუნიციპალურ გეგმებში, ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იქნება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. კანონის თანახმად ეს 2019 წლიდან უნდა დაიწყოს, ეს მუნიციპალიტეტების ვალდებულება არის და ეხლა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ვინც ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე მუშაობს, თანხმდება, რომ ჯარიმები ქალაქის სისუფთავეს ხელს შეუწყობს, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად მთავარი მაინც საზოგადოების ნებაა, არ დაანაგვიანოს ქუჩები. ამიტომ იმედის დრო იწყებს აქციას. იმედია თითოეული თქვენთაგანი ჩაერთვება. მე ავიღე სხვისი დაგდებული კოლოფი, გიგზავნით გამოწვევას და ველოდებით თქვენს აქტიურობას. დაასუფთავე შენი ქალაქი.